მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 27 მარტს სრულიად საქართველოში დროგამუშობით ღრუბლიანობა მოემატებს ღამით, ზოგიერთ დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელი ეწვიმა. ღამით მაღალ მთაში კი თოვლი, დასავლეთ საქართველოს ბარსა და მთიან რაიონებში კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +16, მთიან რაიონებში კი +13 გრადუსი ფიქსირდება. რუსთავში +13, მარნეულში +11, თელავში +13, სიღნაღში +15, ომოლოში +11 გრადუსი, ლაგოდეხში +9, ცხინვალში +8, გორში +10 გრადუსია მოსალოდნელი. სტეფანწმინდაში +5, ბაკურიანში +2, გუდაურში +1 გრადუსი ფიქსირდება. ბორჯომსა და ახალციხეში კი +9 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +12, ბათუმში +11, ფოთში +12 გრადუსი, სოხუმში ასევე +11, ზუგდიდში +12, ქობულეთში +11, ანაკლიაში +12, ოზურგეთში კი +9 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლავთ ამინდის პროგნოზი საქართველოში 27 მარტისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიანი ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.